შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უპატრონ მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარება დაისახა მისდათ. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა მეგობრებო, მაშასე მორიგი გამოძიების დროც დადგა, ვიცი, ბევრი სულ მომთქმელად ელის პროგნოზებს, რომელსაც გთავაზობთ პავლიკა და ლუკა და იმედია რომ გახარებულები ხართ, ეხლა იქ რაღაც კომენტარები იყო უცნაური ჩვენ გვერდზე და მინდა ამასაც გამოვეხმო, აუცილებლად შევეხმიანო და ვთქვა, რომ მეგობრებო, ჯერ ეს ერთი 100%-იანი გარანტია არაფრის არსებობს ზოგადად ამ ქვეყანაზე და მე კიდე პროცენტული მაჩვენებელი ჩვენი გამოცნობილი პოზიციების საკმაოდ მაღალია და რა ვიცი, ისარგებლეთ, არავინ გაძალებთ, მიიღეთ სიამოვნება, გამოიყენეთ თუ რაღაცა, თქვენ თვითონაც გაშიფრეთ, წაიმუშავეთ, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ პროგნოზებს, რასაც ვთვლით საჭიროდ. კიდევ ერთი მომენტი ის, რომ რატომ არ წერთ კონკრეტულ პოზიციებს, ხო? გიორგი მეც დააკონკრეტა და კიდე აქედანაც გეტყვით, რომ იმიტომ არ წერთ, რომ ფიზიკურად არ ვიცით, რამდენი თქვა ბარათი იქნება გამოტანილი. ჩვენ ვთვლით, რომ ამა თუ იმ შეხვედრაში, თქვა, იქნება ბევრი ყვითელი ბარათი. რამდენი თქვენ თვითონ განსაჯეთ უკვე, რამდენი გაწყობთ. მაგრად გარისკავთ, ნაკლებად თუ საშუალოდ, ელემენტარულია რა. კი ბატონო. მივესალმები მეც მაყურებელს, ხო, იქ ერთი კომენტარი იყო, არა, რატო არ ახ ჩვენ გულშემატკივრების მაყურებლების თუ ვაკეთებთ ხო ამ გადაცემას და თუ იმას რაღაცა ესეთი პრეტენზია აქვს ხოლმე და ზრდილობის ფარგლებში გამოხატავს თავის აზრს, რატო არა უნდა უპასუხოთ ხო მაგისთვის ვარ ჩვენ აქ და ხო მარტივია რა, ეხლა როცა მომთ ხოლმე რაღაც თამაშებზე რომ აი ამდენზე რაღაცა კონკრეტულ რაოდენობას ვერ ვამბობ და ბარათები გონია, ეს ვამბობთ, იმიტომ რომ ალბათ გადაცემა იმ დროს არის ჩაწერილი, როცა ჯერ კონკრეტული რაოდენობა რამდენზე მეტის დაწერა შეგვეძლება, ბარათების არ არის გამოტანილი პირობითად. თუნდაც გოლებიც კი ხანდახან არის ხოლმე. და ვიღაცას რო აქვს ის პრეტენზია, რომ დაბალ კოეფიციენტებს თითქმის არ წერთ, 1 და 45 ჰაჰა ჩავწეროთ და ის ვამბობთ ხოლმე, რომ აი მოდი ჩვენ ამას ვიტყვით, მაგრამ გონია უფრო მეტიც. და თუ თქვენ უფრო მეტი გინდათ, მეტი გაითვალისწინეთ, ხო? მაგრამ ბარათებზე ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, თუ არ არის ჯერ გამოტანილი, რომ აი მაგალითად აიღეთ იმდენი, გონია იმდენზე მეტი, რაც ექნება 1 და 8, 2 კოეფიციენტი მაინც. შეიძლება რაღაც თამაში 3.5-ზე მეც კონდეს, რაღაც თამაში 7.5-ზე მეც კონდეს ეგ კოეფიციენტი, მაგრამ მაგდენი გონია, ანუ მაგას გულისხმობ და უფრო მეტიც. ისაც რისკიანი პროგნოზი მოწონს, უფრო მეტიც და რა შეეხება პროცენტულობას, აი შემდეგი გადაცემისთვის აუცილებლად დავთვლით ერთად მე და შენ. არა, ეხლა 4 ჯესტი 4 არ გამიგრჩები არც ერთხელ. ხო, არა, იქ ბევრი შეწერა, სხვა შორის წინა გადაცემაზე მე მგონი, რომ წარმატებული ანაიათ იყო 6-დან 2 გაარტყითოდ, მაგრამ ეგეც შეცნობა იყო 6-დან 3 დაждდა. ხო, 50% არ იყო, მაგრამ ხო, 3 გამწვანდა, ეგ წარმატებული ნამდვილად არ იყო, მაგრამ 2 არა, 3 იყო იქ გამწვანებული და ხო, საერთო რაოდენობას გადავთვლით აუცილებლად ჯამში, მეც მაინტერესებს, რამდენიდან რამდენი გვაქვს. მე რატომ ვზგონია, რომ ცუდი მაჩვენებელი არ აქვს. ხო, შევხედეთ, შემდეგ გადაცემაში მაგ ინფორმაციას მოგაზრდით აუცილებლად. მე კიდევ ერთხელ ეს რაღაცა პანაცეა არ არის, რომ გინდა თუ არა, ის ვართ, რა ქვია, ყოველის მცოდნე ჩვენ ექსპერტებად დავირქვით დეტექტივებად მოიხსენიეთ საკუთარი თავი, იმის გამო რომ რაღაც ორიგინალური ყოფილიყო და მართლა ვარჩევთ, ეხა ეგრე არ არის რა, ვზივარ და მთელი დღე სანაკრებო შეხვედრებმა გადაიარა უკა და მე ეხლაც არ მჯერა 5 იყო მართალია, მაგრამ აი რანაირად არ იყო ბევრად მეტი ბარათი სერბეთი ალბანეთის თამაში, არის ხოლმე სანდახან ეგეთი შემთხვევები, როცა მეორედ. ხო, ერთ-ერთი ის თამაში იყო, კი, მაგრამ ნუ ეს მით უმეტეს მეორედ, ან მეორე ადგილისთვის ბრძოლა სერბეთის თითქმის შანსი აღარ აქვს მეორეზე რომ გავიდეს და ეს წყნარად წააგო ალბანეთთან სახლში, კარგი მსაჯი იყო, უამრავი ჯარიმა იყო, ვერ უყურე, იმიტომ რომ ჩვენი ნაკრების თამაშის დროს იყო და რანაირად უყურებდი, მაგრამ რანაირად მოხდა ეგ რომ მან ბევრი ბარათი არ იყო, მაგას ვთვლი რომ ვერ გავარტყი, იმიტომ რომ 5 იყო და 5-ს 1 და 3 თუ რაღაც ქონდა. 6 მაინც უნდა ყოფილიყო რომ გამომწვანებინა ეგ პოზიცია, მაგრამ როგორ არ იყო მან 8, 9 და 10 ბარათი ვერ ხვდები უბრალოდ. ის ბოლოს ამოვიდა, ხო? თორე გამომივიდა. ბოლოს ამოვიდა, ხო და ძალიან უცნაურია მაგ თამაში, ეზიზღებათ ერთმანეთი ქვეყნებს. თამაში იყო უპრინციპულესი მეორე ადგილისთვის და წყნარად 2 ბარათით მიდიოდა და ბოლოს 3 ამოვიდა კიდე.
აი ნამდვილად თვლი რომ ვერ გამოვიცანი, მაგრამ კიდე ამჯერა აი კი დღესაც რო იყოს ეგ თამაში კიდე დავწერდი. ხო, ალბათ. რამსაჯის არ უნდა იყოს მაინც. კარგი, მოდი ახლა გავკვრით, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ საქართველოს ნაკრებზეც. გიორგი იყო თურქეთში და დაესრო პირადად მატჩს და რა შტაბეჭილებებით ჩამოხვედი. თამაში არც კითხავ, იმიტომ რომ ყველამ ერთად რა იყო და როგორ. შტაბეჭილებებიც რა კარგია, რაღაც მომენტში შეგშურდება ადამიანს. ჩვენი მეზობლების იმ დონეზე აქვს განვითარებული, სხვა ამბებს რო დავანებოთ, თავი უშუალოდ სპორტი. არა მარტო ფეხბურთზე, ფრენბურთზეც ვიყავი, ანა კალანდაძის წინა გაცემაში ვთქვი კიდევაც ეგ თამაში ვახსენე მეტობა დაწერეთ მეთქი და გავსკვიჯერ გამოტანილი არ იყო, ზუსტად მაგდენი გამოვიდანეს 111 იყო გამოტანილი და 131 კი არა, 4 სეტი იყო, სეტი მოუგეს ფენერბახჩეს. კარგი თამაში იყო ძალიან ეს იზმირში. და აი უნდა ნახო უბრალოდ იქ როგორი საფრენბურთო, საგალბურთო, საფეხბურთო მოედნები, დარბაზები, ნუ სპორტით უბრალოდ ცხოვრობს ეგ ქვეყანა. სტადიონზე რა ხდებოდა უშუალოდ ჩვენი თამაშის დროსთან პირველად ჩატარდა ქოჯაელში მაგ სტადიონზე 7 წლის წინ აშენდა და სასწაული არენა 35,000 იტევს, მაგრამ ძალიან ლამაზი სტადიონი არის და ნუ ატმოსფერო როგორი იყო ტელევიზორიდანაც ჩანდა ალბათ და ნუ ჩვენც ახლა ვინც აქეთ ქართულ გულშემატკივრებში ვისხედით ყველაფერი გავაკეთეთ ხმა ეხა ნელ-ნელა მიბრუნდება, მაგრამ მაგას ვამბობდი მე რომ ისეც ვერ მოხდა სამწუხაროდ რომ ხმა ბოლომდე ჩამეხლიჩა რა, იმიტომ რომ რაღაც 3-0 იყო უკვე პირველივე ტაიმში და ბევრი ყვირილი და სიმღერებიც ვეღარ მოვასწარეთ, გაგვაჩუმეს მალევე სამწუხაროდ. მაგრამ ხო, მაგხრი ყველაფერი რიგზე იყო, სამწუხაროდ თავის ხა ეს ანალიტიკური გადაცემა რო იყოს, საუბრობთ რომ ეს რაშია პრობლემა, რაღაცა აზრები გვაქვს ჩვენი, მაგრამ უკვე ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და უბრალოდ იმედი დავიტოვოთ, რომ უახლოეს მომავალში ნაკრები დაუბრუნდება იმ ძველ პალასას, ახან ეგეთი გადაცემა გვაქვს ეგრე ვთქვათ, რაც გქონდა და ესე არ გავაგრძელებთ როგორც ბოლო პერიოდში მივდივართ რა. აუ, გული დაგვწვა რა თქმა უნდა, რაზე ალაპარაკი, მოლოდინები რო გაქვს სერიოზული და მე ასეთ ფიასკოა, გული წყდება. არა უშავს სპორტია და ხდება ხოლმე ხან ასეა, ხან ისეა. ჩვენ შემთხვევაში ცოტა ხან ისეა ჭარბობს, მაგრამ არა უშავს ეგეც გამოსწორდება. კარგი, მოდი მივხედოთ საქმეს და დავიწყოთ ჩემპიონატები ბრუნდება და რადგან ბრუნდება ამ ნაკრებების მატჩების შემდეგ მე ალბათ აქცენტს სწორედ შიდა ჩემპიონატებზე გავაკეთებ, თუმცა შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზეც და ევროპის ლიგაზეც ვისაუბროთ კონფერენცს. ხო, შემდეგ გადაცემამდე მოესწრება ეგ ამბავიც თუ გაქვს სურვილი. კარგი, მაშინ მოდი რადგან ვამბობთ კონფერენც ლიგას, მე არა, ევროპის ლიგით დავიწყებ, ევროპის ლიგას ავიღებ. მოგეხსენებათ, რომ დიდ ყურადღებას უთმობ პირადად მე ნიდერლანდების ჩემპიონატს და ვადევნებ თვალს როგორც შიდა ჩემპიონატს, ასევე ამ კლუბების ასპარეზობას ევროთასებზე და აი ფეინორდისა და პანათინაიკოსის მატჩს მინდა შევეხო. რაზეა ახლა საუბარი, ხო? ფეინორდმა 2-2 წააგო, მაგრამ ულიგო ფეხბურთი არ უთამაშია. როტერდამშია შეხვედრა დეკუიბზე, ამ პანათინაიკოს გოეჰედ იგლზმა მოუგო გასვლაზე. ხო და მგონია რომ ფეინორდი 1-7 აქვს მოგებაზე კოეფიციენტი, მგონია რომ სახლში პირველ მატჩს ევროტურნირებზე მოიგებს. არ არის ეგრე რომ გასაგებია პირველ ადგილზეა შიდა ჩემპიონატში და თავარი აქცენტი არის გადატანილი ერედივიზიონის მოგებაზე, მაგრამ ახლა იქ ყველაფერი წააგოს ეგრეც არ ხდება რა. ვამპერსია საკმაოდ ღრმა შემადგენლობა, მაგრად დარბიან, არანორმალური გულშემატკივრობა და მგონია რომ პანათინაიკოს ფეინორდი მოუგებს. ეს კიდევ ჩემპიონი. ჩვენიერი პროგნოზია, მეც დაგეთანხმები. მოდი მე ერთხელ ამ გადაცემაში მეგონი ჯერ არ ჩაგვიწერია ეროვნული ლიგიდან არაფერი. კი ბატონო. საქართველოს ჩემპიონატი ან ტოპ ლიგა არ არის სამწუხაროდ. ვერავინ დაგვზრახავს რომ ტოპ ლიგას შევეხეთ ამ შემთხვევაში. ტოპ არა, მან რეიტინგში. ეგ სამწუხაროა, თუმცა ხო ხანდახან საქართველოს ჩემპიონატსაც რო შევეხოთ ხოლმე ცუდი არ იქნება, მით უმეტეს ფაქტობრივად ყველგან არის გამოტანილი ეს კოეფიციენტები. დინამო თბილისი, დინამო ბათუმი, ეგეთი თამაში არის თბილისში. დინამო 100 წლის გახდა, 2025 წელი არის დინამოს 100 წლის თავი, იმიტომ რომ მოიხსენებათ ქართული ფეხბურთის მთავარი გუნდი 1925 წელს არის დაარსებული, ამასთან დაკავშირებით აგერ 19-ში ხოლმე მგონი არის ლეგენდების მატჩი დინამო აიაქსი, დიდი მზადება და ერთია ლეგენდების მატჩი და დინამო აიაქსი და მეორეა რომ ამ ძირითადმა გუნდმაც
დინამო თბილისს 300 წლის თავთან დაკავშირებით სამი ქულა უნდა მოიპოვოს, ხო? მთელი წელი დინამოსია, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ეხლა აღნიშნავენ, ეხლა ჩამოყავთ ის ლეგენდების გუნდი, ეხლა ხდება დინამოს ლეგენდების და თავარმა გუნდმა ჩემი აზრით დინამო ბათუმთან თამაშობს დინამო თბილისი, რომელიც სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვეღარ არის ესეთი კარგი გუნდი როგორც იყო, ეგეც მაგაზე ცალკე ვისაუბროთ, საერთოდ რა ხდება. გასარჩევი თემა არის დინამო ბათუმში მიმდინარე სიტუაცია და არა მარტო დინამო ბათუმში, მთლიანად ქართულ საკლუბო ფეხბურთში. ბოლო 5 თამაშია ბათუმს არ მოუგია, ერთ-ორ თამაშს შევხედე და საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. რაც შეეხება დინამოს, შედარებით უკეთესია წინა ტურში ერთ-ერთი ლიდერი გორის დილა და ამაცხა საკუთარ მოედანზე საკმაოდ დამაჯერებლად. ბოლო პერიოდში ნორმალური შედეგები აქვს. ნიკრაუს ჩაპაკანკავა თამაშობს, კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები არიან, ნაზავია ერთგვარი გამოსტილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების გიორგი ლორია კარში. მოკლედ მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე დინამო თბილისი არის ბევრად კარგ ფორმაში ვიდრე დინამო ბათუმი. პლუს ამას ბათუმს პრაქტიკულად არ აქვს შანსი, რომ სამეულისთვის იბრძოლოს და დინამოს კარგი შანსი აქვს, რომ სამეულში დაასრულოს ჩემპიონატი, რაც მერე ევროტურნირებზე გასულ შესაძლებლობას მისცემს ამ სეზონში. დინამო ვერ გავიდა ევროტურნირებზე და ორი სეზონი ზედიზედ დინამო თბილისისთვის რომ ევროტურნირებზე ვერ ითამაშოს, ზედმეტი მგონია. ამიტომ დინამო თბილისი, დინამო ბათუმი ერთიანი 1.7 კოეფიციენტი ჩემი აზრით კარგი პროგნოზია და თვლი რომ თბილისელები ბათუმელებს მოუგებენ ამ შეხვედრას. მეც მომწონს ეს პროგნოზი ძალიან და პირველი ნაწილი პროგნოზის გარჩევის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ამ იუბილეზე ბათუმელებსაც თავი მოსაკლავი არ აქვთ პატივისცემ ფლაგმანს. ბათუმში ვიდაც არის არც გავარდება და მაღალი მიზნებისთვისაც ვერ იბრძოლებს დიდი ალბათობით ამ სეზონში. კარგი, მე მაშინ გავაგრძელებ აი მიმართულებას, რომელიც ავიღე გადაცემის დასაწყისში და ჩვენი პროგნოზის დასაწყისში. აიაქსი ალკმარი გვაქვს ამ კვირას. ცენტრალური მატჩი ერთ-ერთი მიმდინარე გათამაშების და მგონია რომ ამ შეხვედრაში იქნება ძალიან ბევრი ბარათი. ჯერ ესეთი მანშუარი ერთ-ერთი საუკეთესო რეფერი და 2.5-დან იწყება ბარათები ნიდერლანდების ჩემპიონატებში. 3.5-ს უკვე კარგი კოეფიციენტი აქვს და გამოსაყენებელია. სხვათა ტენდენცია შეიცვალა. დააკვირდით ამას, რომ ნიდერლანდებში საკმაოდ მკაცრი მსაჯობა დაიწყო შედარებით წინა წლებთან. ბარათები მოდის ისე არ არის როგორც ადრე იყო რომ საერთოდ არ არის. რა გამოიწვია დირექტივა არის თუ? ხო და არის დირექტივა, იმიტომ რომ იქ ბjorn kuipers-ი დაინიშნა საჯების უფროსად და იყო ესეთი მიდგომა რომ ნიდერლანდებში რაღაც სირცხულად ითვლებოდა 20-ზე მეტ ჯარიმას თუ წერდი. დებდი საჯიროც ახლა რა დებდი და მე ევროთასებზე რო გადიოდნენ იქ უკვე უჭირდათ რა იმიტომ იქ ჯარიმა არიდებოდა და იქ კიდე ნებისმიერ ჯარიმაზე ყვითელს გაზარდა რადიკალურად განსხვავებული ხო და ამიტომ გადაწყვიტეს რომ მოდით ხა მივსადაგოთ ჩვენი მსაჯობა ევროპულ საშუალო მსაჯობას და ეს აისახა კიდეც ხო რეალურად ბარათები წამოვიდა 3.5-ს ექნება კარგი კოეფიციენტი შესაბამისად 3.5-ზე მეტი ბარათი ალკმარი ამსტერდამის აიაქსი ხო, ეგ გამოსაყენებელია ზოგადად სანამ ყველა გაიგებს და მიხვდება, იმიტომ რომ ნიდერლანდებში ფეხბურთის გულშემატკივარმა იცის რომ არაფერზე გარიმას, ხო? აიაქსი 3.5-ს. არსად თქვათ, მარტო ჩვენი გადაცემის საშუალებით. ხო, ამ სეზონში ბევრად მეტი ბარათი მოდის ნიდერლანდებში და კოეფიციენტები მაინც დაახლოებით იგივეა, რაც ქონდა და აშკარად მიდგომა აქვს შეცვლილი. ადრე თუ არაფერზე არ იღებდნენ, ეხლა შედარებით მეტად იღებენ ნამდვილად. აი ბარათები ახსენე და ბრაზილიის ჩემპიონატში არის ესეთი თამაში, რომ აქ რო ბარათები არ თქვა, წარმოუდგენელი მგონია. ფლამენგო პალმეირასი არის, შაბას თუ კვირას ნღამე არის. ყველა შემთხვევაში მოვაცრებთ ამის დაწერას. ფლამენგო პალმეირასი თამაში საჩემპიონო. პრაქტიკულად, იმიტომ რომ პირველ-მეორე ადგილზე მყოფი გუნდები არიან, იქ სეზონი არ არის ახალი დაწყებული, უკვე მეორე ნაწილია და ბევრი აღარ რჩება და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ბიცილად შეიძლება ამ შეხვედრაში გადაწყდეს, რომელი გახდება საბოლოო ჩემპიონი. ზოგადადაც ბოლო წლებში ბრაზილიაში
ორი გუნდი არის დომინანტი, ბოტაფოგო გახდა ჩემპიონი ერთხელ, მაგრამ ეს ცოტა შედარებით დიდი დისტანცია რო აიღო ფლამენგო, ამ პალმეირასი რა. ამ გუნდს ხვები ვერ ჯობნიან ხოლმე თუ იშვიათ გამონაკლისებს არ ჩავთვლით როგორც ბოტაფოგო იყო. ახლაც ამ სეზონში პირველ მეორე ადგილებზე არიან, ძალიან პატარაა სხვაობა. სხვა გუნდი წესით ვერ უნდა ჩაერიოს ამ ბრძოლაში, რაც აქვს ფლამენგოს და პალმეირას და მე ვთვლი რომ აი ამ პრაქტიკულად საჩემპიონო შეხვედრაში ბრაზილიაში მეგობრებო, არც მსაჯი ვიცი ჯერჯერობით ვინ არის და არც ვიცი რა ტოტალს გამოიტანენ, მაგრამ აი კიდე რო არ იყოს რაღაცა პრობლემა და პრეტენზიები, ვამბობ რომ ტოტალს რასაც გამოიტანენ, რასაც ექნება დაახლოებით 1 და 8, 2 კოეფიციენტი, აი მაგდენზე მეტ ბარაც. ეგ როდის არის? შაბათს ღამე თუ სწორად მახსოვს. და მე შუაკვირას ორივე თამაშობს ლიბერტადორესის ნახევარფინალში. კი ბატონო, ორივე გასულია იქ. ანუ ეგეც ნახე რა თქმა უნდა, თუმცა იქაც არ ვიცი მსაჯები. ხო, იქაც ჯერ არ ვიცი, თუმცა ეს არ არის შემთხვევა, როცა რახან ლიბერტადორესის ნახევარფინალები უწევთ. შეიძლება ეს უფრო მნიშვნელოვანია. შეიძლება ამაც ეს უფრო მნიშვნელოვანი იყოს. თუნდაც შემადგენლობა გადაახალისონ, რა მნიშვნელობა აქვს ვიღაც ახალგაზრდას გამოიყვანოს, გაგიჟებული ირბენს იქ, ასე რომ თვლი რომ ფლამენგო პალმეირასში ბარათები იქნება. ჩვენიერი მიგნება არის, კარგია, მე ვეთანხმები ამაშიც გიორგის ორივე ხელით. კარგი და მე რადგან დავწერე მოგება, დავწერე ბარათები, ახლა ერთი მეტობაც უნდა შემოგთავაზოთ. გადავეკიდე ამ გერმანიის მეორე ბუნდესლიგას, მაგრამ კარლსრუე კაიზერსლაუტერნია რა, ორივე მაგარი გამტანია, მაგარი გამშვებია. კაიზერი კარლსრუე რო იყოს არ შევეხებოდი, მაგრამ რადგანაც კარლსრუე კაიზერსლაუტერნია, მგონია რომ ჯესტი ერთმანეთს გაუტანენ, მაგრამ მაინც არ გამოურიცხავ იქ 0-3, 3 გოლს გამოურიცხავ, 0-3 არა. შესაბამისად ამ მატჩში მგონია რომ ბევრი გოლი უნდა იყოს. 2 ნახევარზე მეც აქვს 1.55 კოეფიციენტი ჩვენი არის, ზოგ გვაწყობს ძალიან. ეს იქნება ჩემი მესამე პროგნოზი, ანუ ერთიანი ბარათები და მეტობა. კი ბატონო, მეც შემიძლია ვიყო ორიგინალური და ბარათები აღარ დავწერო და არც შედეგი და სხვა რაღაც დავწერო, იმას ვიტყვი უბრალოდ, მაგრამ აინც კიდე ერთი ბარათები მაქვს ისეთი მონიშნული, რომელიც მინდა რომ უთხრა. მაყურებელს, იმიტომ რომ ლაპლატური დერბი არის არგენტინაში, ეს სტუდენტესი ლაპლატა ხინასია ლაპლატა. აქაც ზედმეტი ლაპარაკის გარეშე გადახედეთ ურთიერთ შეხვედრებს, ყოველთვის უამრავი ბარათია ხოლმე, ტელიო ამ მსაჯი, რომელიც კარგი ვარიანტია, ესეთი და მეორე ეშელონის მსაჯი საუკეთესო. კი, ნამდვილად ის არ არის რამირესი, მაგრამ ცოტა არც არიღებს. გირჩევთ ეს სტუდენტესი ხიმნასიაში ბარათების მეტობას, ლაპლატური დერბია და ორივე სჭირდება თან ეს თამაში. აქაც იგივე ვარიანტი, რაც ექნება 1 და 2 დაახლოებით მაგდენზე მეტი ბარათი და კიდევ ერთი თამაში, აგერ გითხარით რომ ვიყავი ფრენბურთზე თურქეთში. არას კარგო ფენერბახჩეზე, ფენერბახჩე გრანდია და ამ მომენტის შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო გუნდიც იყოს და მოუგეს გასვლა, მაგრამ არას კარგო მოახერხა სეტის მოგება, ეგეც არ იყო პატარა ამბავი და ვანა კალანდაძემ ძალიან კარგად ითამაშა მაგ შეხვედრაში. ახლა ხდება არას კარგო უკვე სტუმრად ბელედიე სპორტს ეგეთ თურქულ გუნდს, რომელსაც ეთამაშა ერთი კვირის წინ, კვირა ნახევრის წინ დაახლოებით თასზე ნეიტრალურ მოედანზე 3-2 მოუგო. დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდები არიან. ამ შეხვედრაში მგონია რომ არას კარგოს ორიანს კარგი კოეფიციენტი ექნება და მოუგებს ბელედიეს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მგონია რომ რა ტოტალსაც გამოიტანენ, იმ ტოტალზე მეტი იქნება, იმიტომ რომ მარტივად ვერ მოუგებს ვერც ერთი აქ მეორე თამაშს და 3 ნახევარზე მეტი სეტიც 3 ნახევარზე მეტი სეტი გარანტირებული მგონია. 3 ნახევარზე მეტი სეტში რომ მეტობა დაждდეს, ეგეც ძალიან ლოგიკურია და საერთოდ 5 სეტიც შეიძლება თავისუფლად იყოს, ასე რომ აქაც მეტობა მგონია და არას კარგოს თუ კარგო კოეფიციენტს დაუწერენ, ნატურალურად დაუწერენ კარგო ქვია გუნდს, ორიანს მგონია ამ შეხვედრაში. ასე რომ 4 პროგნოზი გითხარით. ნუ ალბათ ფრენბურთს ისე უბრალოდ რჩევის სახით ვიტყვი და იქ ბოლოს ტიტრებად გამოგიტანთ ხელს. კი ბატონო, რჩევის სახით შეგიძლიათ ასევე, არჩევა უნდა ამას, მაგრამ რაღაც ძალიან მგონია ამ უიკენდის ერთ-ერთი საუკეთესო ორი ისეთი გამოკვეთილი თამაშია, ეს არის ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედი, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო მაგარია ბაიერნი დორტმუნდი და მგონია რომ იქ ძალიან ბევრი გოლი გავა ბაიერნი დორტმუნდში, მიუხედავად იმისა რომ ლიგაზე თამაშობენ, მგონია რომ აი არ დაინდობენ, იმიტომ რომ ესეთი სეზონი აქვს მიუხედავად გრანტს, 3 ნაკლებ გოლს არავის უტარს და დორტმუნდთან სიამოვნებით ამას გააკეთებს, ისე როგორც დორტმუნდის გამოყენება მანჩესტერ დორტმუნდიც მაგარი შემტევია და მაგარი გამტანია. აი ესეთი იყო ჩვენი მიგნებები ამ უქმეებისთვის და პრინციპში შემდეგი კვირისთვის.
და მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით ცოტა ხნით, ახალი გამოძიებით სულ მალე დაგიბრუნდებით. დროებით. კარგად.